მოგესალმებით. ეს Tech Inform-ია, გადაცემა, რომელშიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ. ჩვენ კი ამ გადაცემის ავტორები და წამყვანები გიორგი თოლურდავა და ერეკლე ფოლადიშვილი ვართ. დავიწყოთ. ჩინეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა ამერიკული ტექ გიგანტის Nvidia-ს H200-ის ჩიპებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური პეკინის მხრიდან, იმის გათვალისწინებით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ფაქტობრივად დამოკიდებული იყო ჩინეთი ამერიკულ ჩიპებზე და ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად მათ თქვეს, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ დამოკიდებულება. ამ კუთხით ცხადია იყო წინაპირობები და ვიცოდით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლება მარეგულირებელით გავდაქმედით ნაბიჯებს კომპანიებს, რომლებისთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელოვანი იყო ეს ჩიპები, უბრალოდ ეუბნებოდა, რომ არ მოგცემთ უფლებას, რომ შეიძინოთ ეს ჩიპები და ამ კუთხით ფაქტობრივად ეს მოცემულობა, რაც ახლა დადგა, მოულოდნელი არ იყო. ახლა უნდა დავინახოთ ფართოდ ეს ვითარება და კონტექსტი ახსნათ როგორი არის. ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა საერთოდ შეუწყვიტა ჩინეთს ყველა სახის ჩიპის ექსპორტი, რაც ხადია დაკავშირებული იყო იმ სამართლებრივ და ზოგადად ეკონომიკურ დავასთან, რომელიც ამ ორ გიგანტურ სახელმწიფოს შორის არის, ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც გიგანტურ სახელმწიფოს შორის არის და ამერიკამ როგორც ინსტრუმენტი Nvidia-ს ჩიპები გამოიყენა იმ კუთხით, რომ ფაქტობრივად მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებებში უპირატესობა ჰქონოდა და ეთქვა, რომ თუ კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადმოდგამთ ჩვენთვის სასურველს, მაშინ ამ ჩიპებს არ მოგაწვდით. ეს ჩინეთის ხელისუფლებისთვის ცხადია რაღაც ეტაპზე იყო ზეგავლენის ინსტრუმენტი, თუმცა როგორც ჩანს სი ძინპინმა და მისმა ხელისუფლებამ გადაწყვიტეს, რომ აღარ მისცენ ამერიკას უფლება, რომ ბოროტად ისარგებლონ ამ ინსტრუმენტით, როგორც ასეთი. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ის არგუმენტი, რაც აქვს ოფიციალურ პეკინს, რომ აქ არ არის უბრალოდ საუბარი H200-ის ჩიპის შეძენა არ შეძენაზე. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ამერიკულმა ტექ კომპანიებმა უკვე დიდი ხანია დაივიწყეს ფაქტობრივად H200-ი და გადავიდნენ მთლიანად Blackwell-ზე, კიდევაც უფრო ახალ მოდელებზე Nvidia-ს ჩიპების და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო ახალ ჩიპებს ვიხილავთ და ამ ფონზე ჩინეთი ფაქტობრივად რჩება მუდმივად, ასე რომ ვთქვათ, ჰაერში გამოკიდებული, რომელიც არის იმის იმედად, რას გადაწყვეტს ამერიკის შეერთებული შტატები. და ამერიკის გადაწყვეტილება ცალსახარის, რომ ჩინეთმა უნდა მიიღოს წინა თაობის ტექნოლოგია, ვინაიდან H200 არ არის ახალი სერია, ახალი არის H100 Blackwell და სულ ცოტა ხნის წინ ჯენსენ ჰუანგმა ისაუბრა და დაანონსა უკვე რუბინის არქიტექტურის მქონე AI პროცესორების გამოშვება და თუ ამჟამინდელი პროცესორებიც კი არ არის ჩინეთისათვის ხელმისაწვდომი, არა თუ მომავალი, ეს საბოლოო ჯამში ჩინეთს ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან ამყოფებს და შეუძლებელია ზოგადად ტექნოლოგიურ სექტორში კონკურენცია აჯობოთ, თუ მასზე 3-4 წლით ძველი ტექნოლოგია გაქვს. ესეთი რამე არ არსებობს ბუნებაში და ამიტომაც როგორც ჩანს მმართველი კომუნისტური პარტია დაფიქრდა და მათ გადაწყვიტეს ასეთი რამ ურჩევნიათ, რომ ისინი 2 წლით იყვნენ უკან, სამაგიეროდ ადგილობრივ ინდუსტრიას მისცენ განვითარების საშუალება და ამ მიმართულებით ვიცით, რომ Huawei აწარმოებს თავის AI პროცესორებს, Xiaomi-მაც დაიწყო წარმოება და უკვე 3-4 ძალიან სერიოზული სტარტაპიც არის უკვე ჩინეთის ტერიტორიაზე, მათ შორის DeepSeek-ი, რომლის გამოჩენამაც ვიცით, რაც გამოიწვია. ხო, ნუ DeepSeek-მა დიდად ფეხი ვერ მოიკიდა, ვერც ამერიკაში, ვერც ევროპაში, ვერც საქართველოში, მაგრამ азიის რეგიონში არსებობს და როგორ შეიძლება ამის არსებობს აზიის რეგიონში ჩინეთში მას იყენებენ აქტიურად ლამის ყველაფერში. ამავდროულად ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩინეთი თუ კი მოახერხებს თავისი AI პროცესორების წარმოების განვითარებას, ჯერ ერთი რომ ამერიკაზე აღარ იქნება დამოკიდებული და მეორე რომ ჩინეთს შეიძლება დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღება, რადგან დღეს თუ არის Nvidia 5 ტრილიონიანი კომპანია, ჩინეთსაც შეუძლია გქონდეს ტრილიონიანი კომპანია, რომელიც თავის ჩიპებს გაყიდის და დარწმუნებული ვარ, რომ ინდოეთი იქნება ეს თუ თავად ადგილობრივი ჩინური შემსყიდველები, ისინი სიამოვნებით იყიდიან ჩინური წარმოების პროცესორებს, თუ დღეს ლამის ყველა სატელეკომუნიკაციო პროცესორი და ჩიპი და გადამცემი არის Huawei-ის წარმოების, რატომ არ შეიძლება რომ AI პროცესორი იყოს ჩინური წარმოების ამაში პრობლემას ვერანაირად ვერ ვხედავთ. მოკლედ, აქ არის რაღაცნაირად ორი ნაწილი, ერთი არის ეს ეკონომიკურ-ტექნოლოგიური არგუმენტი და მეორე ეს არის უფრო გეოპოლიტიკური ხედვა და სიამაყის მომენტი მათ შორის სი ძინპინისათვის, რომელიც ვიცით, როგორი ხასიათის პოლიტიკოსია ზოგადად ძინპინს არ უყვარს, ოდესაც ეუბნებიან, რომ ის რაღაცაში მეორე უნდა იყოს. ჩინეთი არ არის ზოგადად მეორეობისთვის შექმნილი ქვეყანა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყველაფერზე პირველობაზე აქვს
ამ ადამიანს ასე ვთქვათ პრეტენზია და შესაბამისად ის ვერ დაუშვებს და არ დათანხმდება იმ ლუკმას, რომელიც გადაუგდო ტრამპმა მას და აქედან გამომდინარე სავარაუდოდ ნახავთ ტექნოლოგიური დაპირისპირებისა და ომის კიდევ უფრო მეტად გამწვავებას, რაც მხოლოდ მისასალმებელია, რაც მეტია კონკურენცია, მით უკეთესია ყოველთვის შედეგი. AI პროცესორების თემატიკა უნდა გავაგრძელოთ, ამ მიმართულებით არ გვაკლია სიახლეები და უკვე ახალ სიახლეს ვიგებთ Intel-ის მხრიდან. Intel არის კომპანია, რომელიც საერთოდ აღარც AI-სთან არის კავშირში, არც smartphone-ებთან, არც კომპიუტერთან, საერთოდ არის ვერ გაიგებ, ანუ Intel-ი დღეს აწარმოებს მხოლოდ ბიუჯეტური პერსონალური კომპიუტერების პროცესორებს და ამ ბაზარს ყოველდღიურად AMD ჭამს ისეთი სიჩქარით, რომ მალე ალბათ Intel-ს იქ არაფერი აღარ დარჩება, საბოლოო ჯამში AMD მოიპოვებს იქ ალბათ მარტივად რომ ვთქვათ, მონოპოლისტურ გავლენას მაგ ბაზარზე, მაგრამ ეს Intel-ში არ მოსწონთ, რადგანაც Intel-ი ძალიან ძველი, გამოცდილი, საამაყო ამერიკული კომპანია, ბოლო-ბოლო პროცესორი მოიგონეს. კი. არც ერთ შემთხვევაში არ დათმობენ იმ უპირატესობას, რაც ცოდნაც აქვს. კი, ცოდნა აქვს, გამოცდილება აქვს, ხა რაღაც პროცესორს რომ მოიგონებ, მინიმუმ პრეტენზია მაინც გექნება, რომ რაღაც ახალი შექმნა და აი ამ მიმართულებით აქვთ მათ სიახლე, მოკლედ Samba Novas ერთ-ერთი სტარტაპის შეზღუდვა გადაწყვიტა 1.6 მილიარდი დოლარი არის ამ გარიგების მოცულობა და ეს კომპანია მუშაობს AI ჩიპების წარმოებაზე. ის AI ჩიპებია ეს Nvidia რომ აწარმოებს და ახლა ჩინეთს რომ აღარ უნდა ყიდვა. აი სწორედ ასეთი ტიპის ტექნოლოგიაზე გვაქვს საუბარი და თუკი ეს გარიგება პროდუქტიული და წარმატებული იქნება, სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადში Intel-ს უკვე თავისი ჩიპი ექნება ბაზრისათვის. ალბათ ეს ჩიპი არ იქნება რაღაც ფლაგმანური და ისეთი მოთხოვნადი როგორც Nvidia-სია, თუმცა თუკი 5%-იან ბაზრის წელს მაინც დაიკავებს Intel-ი ამ სექტორში, ამოის უთქავს მინიმუმ კომპანიის გაკოტრების საკითხი მაინც აღარ იქნება და რაღაც ამერიკის მთავრობისგან გადარჩენა არ დასჭირდება, რადგანაც ვიცით რომ დასჭირდა და 5% შეიძლება პროცენტული წილი შევიდა ამერიკის მთავრობა ასეთი რამ არ არის ნორმალური ზოგადად. მithumetes ამერიკაში კი, ამერიკაში სადაც ზოგადად მთავრობას აქვს ძალიან სწორი მიდგომა რომ ბიზნესში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ Intel იმიტომ რომ Intel-ია და იმიტომ რომ ასეთი გამოცდილი და მნიშვნელოვანი კომპანია, ეროვნული ღირსების კომპანია, როგორც Ford-ი და როგორც Boeing-ი, ამიტომაც ჩაერია ამერიკის მთავრობამ მასთან მიმართებით. ნახოთ ეს გარიგება თუ უშველის Intel-ს, მაგრამ როდესაც სტარტაპს დღეს ყიდულობ 2025 წლის ბოლოს ლამის 2026 წელს დასრულდება ეს გარიგება, მათი პროცესორი ბაზარზე ჩინეთი მოასწრებს თავის შექმნას. ალბათ ბაზარზე მათი პროცესორი გამოვა 2030 წელს, როდესაც არ ვიცი Nvidia-ს უკვე მე-17 სერიის პროცესორები იქნება გამოსული, არ ვიცი რა ვთქვა ამ გარიგებასთან დაკავშირებით, ეს Intel-ისთვის ახალი იმედია, თუმცა ფიქრობ რომ ეს გარიგებაც უკვე საკმაოდ დაგვიანებულია. ხო, აქ ერთადერთი იმედი, რაც შეიძლება ჰქონდეს Intel-ს, ეს არის ის ადამიანი, რომელმაც შექმნა ზოგადად ეს კომპანია. ეს არის Oracle-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პირდაპირ სპეციალიზებული მისი საქმიანობა იყო სწორედ მიკროჩიპების წარმოება. საუბარია Rodrigo Liangზე, ადამიანზე, რომელმაც ფაქტობრივად შეუწყო ხელი Oracle-ის იმ მდგომარეობამდე მისვლას, რამ მდგომარეობამდეც მივიდა და არის, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი და წარმატებული კომპანია. შესაბამისად, აქ არის ალბათობა იმის, რომ ის know-how, ის ცოდნა, რომელიც აქვს ამ კომპანიას, რაც თავარია ვსაუბრობთ სტარტაპზე, შესაბამისად, ის რაღაც უნიკალურს, რაღაც განსხვავებულს ქმნის, რამაც შეიძლება მისცეს შესაძლებლობა მასშტაბირების საშუალებებს. Intel-ი თავარი ამას გააკეთებს და რაც თავარია Intel-ს სრულად ექნება წვდომა იმ ტექნოლოგიაზე და იმ არქიტექტურაზე, რომელთაც შეიქმნა ამ კომპანიის ჩიპები და დიდი ალბათობით მოახერხებს, შენ თქმის არ იყოს, რომ მინიმუმ 5% მაინც დაიკავოს, თავარია დროულად მოასწრონ ეს. Amazon-ი ინდოეთში დამატებით 35 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. ეს ყველა ტექ კომპანიას შეუყვარდა ინდოეთი, აი ეს გადაწყვეტეს, რომ იქ უნდა ჩადონ მაინც ინვესტიცია. ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებაა. კიდევ ბევრი სხვა კომპანიისგან გვაქვს ამ კუთხით ინფორმაცია. Google-იც და Microsoft-იც. თან უბრალოდ თანხებზე არ არის საუბარი და არც Jeff Bezos-ი აპირებს ცოტას ჩადებას, რაც ცხადია. არის განპირობებული იმით, რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყანა, უდიდესი ბაზარი, რომლის ათვისებაც და რომლის რესურსების გამოყენებაც აბსოლუტურად ყველას უნდა. აქ არის დაბალი ანაზღაურება, ანუ არ სჭირდება კომპანიას დიდი ხარჯების გაწევა, აქ არის შესაძლებლობა სივრცითი, რომ განავითარო შენი, ასე რომ ვთქვათ, ინფრასტრუქტურა და ყველა
ფაქტობრივად ყველანაირად მოდის ხელისუფლება აძლევს ტექნოლოგიურ გიგანტებს საშუალებას რომ შემოვიდნენ ამ ბაზარზე, თუმცა აქ აღსანიშნავია რომ Amazon-ის გათვლა არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური სექტორი. ცხადია, შემოვა AWS-ის დატა ცენტრების განვითარების საკითხი და Amazon-ი ამ შესაძლებლობას სრულად გამოიყენებს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი გათვლა. გათვლა ძირითადად არის ის, რომ ელექტრონული კომერცია, როგორც ასეთი, ინდოეთშიც მაქსიმალურად განვითარდეს, მოიკიდოს კიდევ უფრო მეტად ფეხი და რაც მთავარია, 2030 წლამდე 1 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნას. ეს არის საოცარი გადაწყვეტილება იმ ფონზე, როცა ამერიკაში სამსახურების და ზოგადად სამუშაო ადგილების შემცირებაზე არის კომპანია გადართული, აქ გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე არის განპირობებული, იმიტომ რომ აქ არის იაფი მუშახელი, ნაკლებად, ასე რომ ვთქვათ, პრეტენზიული, როგორც ვიცით, ახლა ამერიკის მოცემულობა როგორი არის და მათ შორის უფლებების მიმართულებითაც ინდოეთში ისეთი სამუშაო უფლებები და მოთხოვნები არ არის, როგორც ამერიკაში ან ევროკავშირში, სადაც დასაქმება ყველა კომპანიისათვის პრობლემა, მათ შორის Amazon-ისთვის. ხო, მოკლედ, გადაწყვეტილებას ემატება, აქ აღსანიშნავია ის, რომ Amazon-ისთვის ეს არ არის პირველი ინვესტიცია, აქამდე 40 მილიარდის ინვესტიცია აქვს ინდოეთში ჩადებული 2010-იანი წლებიდან მოყოლებული. მოკლედ, Amazon-ი ხედავს ამ ბაზარს, როგორც განვითარების რესურსის მქონე, ძალიან მნიშვნელოვან მხარეს და ძალიან სწორადაც იქცევა ალბათ იმ თვალსაზრისით, რომ თუ ექნება თავისი ბაზა, ასე რომ ვთქვათ, ინდოეთში, ის შეძლებს მთელი აზიის მოცვას, იმიტომ რომ იქიდან ყველა მიმართულებით შეგიძლია წახვიდე ხომ მართალია ყაზახეთი ვითმოთ ცენტრალურ ადგილას არ არის, მაგრამ ინდოეთს აქვს თავისი უპირატესობები, რომელიც ინფრასტრუქტურა უკეთესად აქვს განვითარებული. აქვე ინდოეთზე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ინდოეთი დღეს არის პლანეტის ნომერ პირველი სახელმწიფო დეველოპერების რაოდენობით. ეს იმას მეუთითებს, რომ Amazon-ს კადრების მოძიება იქ არ გაუჭირდება, მათ შორის როგორც შენ აღნიშნე შედარებით დაბალი ანაზღაურებაა ინდოეთში ჯერაც განვითარების დონიდან გამომდინარე, ამიტომაც თუ კი ამერიკელი ერთი დეველოპერის დაქირავება X-თან ხაუჯდება Amazon-ს ინდოეთში ფაქტობრივად 4 ან 5 დეველოპერის დაქირავება შეუძლია, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია ამითიც ინდოეთი და ასევე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ინდოეთი დღეს არის ყველაზე სწრაფად მზარდი დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო, რომელიც სავარაუდოდ 15-20 წელიწადში უკვე ჩინეთის ეკონომიკასაც გადაასწრებს თავისი შობადობის ტენდენციებიდან გამომდინარე, ამიტომაც ინდოეთში ძალიან დიდი პოტენციალია და ყველა ტექ გიგანტი ამას ძალიან კარგად ხვდება. აღარ აქვს უკვე აზრი, რაღაც ამერიკის კიდევ უფრო მეტად ოპტიმიზაციას ან ევროკავშირში უფრო მეტი რესურსების ჩადებას, ჯობს წახვიდე იმ ბაზარზე, სადაც გარანტირებულად იცი, რომ მეტი ადამიანი იქნება, ასეთი ბაზარი კი არის დღეს ყველაზე მიმზიდველი ყოველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ინდოეთი. Amazon-ზე უნდა ვისაუბროთ კიდევ ერთხელ, კომპანიას მოუწევს იტალიის მთავრობისათვის სერიოზული ჯარიმის გადახდა. ეს არის 580 მილიონი დოლარი, ვინაიდან Amazon-მა მიიღო გადაწყვეტილება და მიმდინარე სასამართლო დავა, რომელიც უკვე კარგად გაეწევათ. დაასრულეს მათ მორიგებით დასრულება გარკვეულწილად ბრალის აღიარებას ნიშნავს, მაგრამ კომპანიებთან მიმართებით ბრალის აღიარება ცოტა სხვანაირი რამ არის. კომპანიას ციხეში ვერ ჩასვამ, ჯარიმა უნდა გადაახტავინო და ამიტომაც ის იხდის ამ ჯარიმას, ეს არის 580 მილიონი დოლარი. რას ეხება ჯარიმის საკითხი? ძალიან მარტივ რამეს რეალურად. ოფშორულ პრაქტიკას, რომელსაც Amazon-ი მიმართავდა როგორც გამოძიებიდან ირკვევა 2011-დან 2017 წლამდე პერიოდში. აი ამ დროს იტალიის მთავრობამ ქვეყანაში გაზარდა გადასახადები, მათ შორის ამერიკული და ზოგადად უცხოური კომპანიებისათვის და ასევე დააწესა დამატებითი მოსაკრებელი ელ-კომერციის მიმართულებითაც. ამ ყველაფერს Amazon-მა ძალიან მარტივი ტაქტიკით აარიდა გვერდი და წავიდა ერთ-ერთ ოფშორულ ზონაში და არეკისტრირა იქ ჩვეულებრივად შეპესე, მარტივად ენაზე რომ ვთქვათ, და მთელი შემოსავალი, რასაც Amazon-ი იტალიაში აგენერირებდა, გააგზავნა იქ და შემდეგ იქ იქაური კანონმდებლობით დაიბეგრა ისე როგორც ხდება. ძალიან მარტივი სქემაა რეალურად ოფშორი ზოგადად ამას ნიშნავს. მაგრამ ევროკავშირში არსებობს კიდევ რამდენიმე კანონმდებლობა, რომელიც აი ამ პრაქტიკის ასე უხეშად გამოყენების საშუალებას არ აძლევს კომპანიებს, ვინაიდან თუ კი ეს ასეთი მარტივი იქნება, არ იარსებებს კომპანია, რომელიც დაფუძნდება იტალიაში. აბსოლუტურად ყველა წავა კაიმანის კუნძულზე, იქ დარეგისტრირდება ფურცელზე და გაუშვებს თავის შემოსავალს იქ და
იქიდან დაიბეგრება 2-3%. არავინ იქნება მომკითხავი. რა თქმა უნდა, არც არავინ იქნება მომკითხავი, კაიმანის ხელისუფლება დამერწმუნეთ არც აუდიტს მოითხოვს. მილიონზე $5-იც რომ დაიბეგროს, თანახმა იქნება დარწმუნებული ვარ, ან ვირჯინიის კუნძულზე რომ გაუშვათ ეშვენი შემოსავლები. ამიტომაც ევროკავშირმა თავის დროზე მიიღო რეგულაცია, რომელიც კომპანიებს აი ამ უხეშ პრაქტიკას რეალურად უზღუდავს, თუმცა როგორც ირკვევა, ამ პერიოდში 2011-2017 წლამდე რაღაცნაირად იტალიის ხელისუფლება ამ ყველაფერს ვერ ხედავდა. ეს ცალკე საკითხია, რატომ ვერ ხედავდა და ეს თავად უნდა გამოიძიონ და დაასკვან. წინა ხელისუფლების პერიოდში რა ხდებოდა? ეს აღარ არის ამაზონის პრობლემა, ეს არ არის, ვინაიდან გაირკვა ისიც, რომ ამაზონის გარდა ლამის ყველა ტექ კომპანია ზუსტად იგივე რაღაცას აკეთებდა. შესაბამისად, შეგვიძლია ძალიან ლოგიკურად ვივარაუდოთ, რომ არსებობდა გარკვეული შეთანხმება მთავრობასთან, რომელსაც თვალი უნდა დაეხუჭა ამ გადასახადების გვერდით ავლაზე და საბოლოო ჯამში კომპანიებს ამით უნდა ესარგებლათ. მოკლედ, ჯარიმა რატომ არის ახლა დაწესებული? როგორც ხელისუფლება ახლა ამტკიცებს, რეალურად ამ პრაქტიკის შედეგად იტალიის ბიუჯეტს მიადგა რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალი, ეს არის მიუღებელი შემოსავალი, რომელიც უნდა მიეღო ქვეყნის მთავრობას გადასახადების შედეგად, ხოლო ეს გადასახადები არც ამაზონს და არც სხვა კომპანიებს არ გადაუხდიათ. ყველა სხვა კომპანიის წინააღმდეგაც ასევე მიმდინარეობს გამოძიება, სავარაუდოდ ისინიც ანალოგიურ ტაქტიკას აერჩევენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა 580 მილიონის გადახდა არ მოუწევს. ეს იქიდან გამომდინარე დადგა ამ ხელა ჯარიმა, რომ ამაზონი უბრალოდ ძალიან დიდი ბონუის მქონე კომპანიაა, რომელსაც საკმაოდ დიდი მოგებაც აქვს, მაგრამ პრაქტიკა და პრეცედენტი შეიქმნა, სავარაუდოდ სხვა ქვეყნებიც გადახედავენ თავიანთ წარსულს და დაფიქრდებიან, რატომ ოპერირებდნენ იქ დიდი ტექნოლოგიური კომპანიები ოფშორული ზონებიდან. ტემუს ევროპის სათაო ოფისში ევროკავშირის ანტიმონოპოლიურმა საგამოძიებო ორგანომ რეიდი ჩაატარა. ეს გადაწყვეტილება ძალიან ლოგიკურად მიიღეს, იმიტომ რომ ბოლო არათუ კვირების, თვეების განმავლობაში იყო ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კომპანია PDD Holding-ი, რომლის ჩვენ მაინც ინგლისურად ვთქვათ, რომლის დაქვემდებარებაში, რომლის შვილობილიც არის ფაქტობრივად ტემუ, იღებდა ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ევროპულ ბაზარზე გატანილი პროდუქციისთვის დამატებით შეემცირებინა ფასები, რათა ანტიმონოპოლიური კანონი რო ირღვეოდა ეს ორი აზრი არ არის თუ ეს დამტკიცდა, ეს ამას ნიშნავს, მაგრამ მიზანი იყო ის, რომ სხვა მოთამაშეებისთვის ფაქტობრივად ბოლომდე გაეკროთ შესაძლებლობა, რომ მათი პროდუქცია გაყიდულიყო. ანუ დემპინგური ფასებით ჩაეძირათ კონკურენტები. მარტივად რომ კონკურენტების ჩაძირო იყო თავიდან ბოლომდე გათვლა, რასაც ვარაუდობს, ჯერჯერობით ისე გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისად საბოლოოდ ამის თქმა და მტკიცებით ფორმაში ჯერ ვერდიქტი გამოტანილი არ არის ამაზონისაგან განსხვავებით, სადაც ფაქტობრივად დაალაგებულია საკითხი. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს არის ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ნაბიჯი, რომლის გადადგმად შეეძლოთ გამოძიებლებს, ფაქტობრივად როცა შედიხარ უკვე და რეიდს აწყობ, ესე იგი იცი, რომ იქ რაღაც მტკიცებულება იქნება იმის, რომ ჩინეთის ხელისუფლება ირლანდიაში ბაზირებულ აი ამ სათაო ოფისში აგზავნიდა ან თანხას, ან ჩეკები იქნება მინიმუმ შენახული იმ კომპიუტერებში, რომლებსაც იყენებდნენ თანამშრომლები, სადაც იქნება დეტალურად ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანხა იღებდა ამ შემთხვევაში ტემუ, რომ კიდევ უფრო დამატებით დაესუბსიდირებინა კონკრეტული პროდუქტები და შესაბამისად შემდეგ ეს პროდუქტები უფრო იაფად გაიყიდა. როგორც ვახსენეთ, ჩაძირო არის სხვა კონკურენტების და სხვათა შორის ეს ტაქტიკა უცხო მხოლოდ ევროკავშირის ბაზრისთვის არ არის, ეს ტაქტიკა არის ცნობილი ტემუს მხრიდან და მისი მიზანი თავიდან ბოლომდე არის ის, რომ აბსოლუტურად ყველა მოთამაშეს გაუქროს შესაძლებლობა კონკურენციაში შესვლის და როცა ისინი კოტრდებიან, შემდეგ ბაზარს მთლიანად იკავებს ტემუ და ევროკავშირის არანაირი სურვილი არ აქვს, რომ ჩინეთმა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია სტრატეგიული მოკავშირეა თუ მოწინააღმდეგე და ალბათ უფრო მოწინააღმდეგისაგან გადაიხრება, არ გახადოს და არ მისცეს უფლება, რომ ბაზარზე ერთპიროვნული ლიდერი გახდეს, იმიტომ რომ შემდეგ ფასებს უნდა მაღლა აწევს, უნდა დაბლად აწევს, მოკლედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება, რომელიც სერიოზული ეჭვების და უკვე სერიოზული ეჭვის საფუძველზეა და სერიოზული ბრალდებები ჟღერდება და დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში გავიგებთ კიდევაც მეტ ინფორმაციას, ჯერჯერობით არ არის საჯარო ცნობები იმის შესახებ, რა ინფორმაცია ამოიღეს თუ არა თანხა, ან რა ზოგად
ზოგადად მოცემულობა არის ამ მდგომარეობით, თუმცა დიდი ალბათობით გავიგებთ ძალიან საინტერესო ამბებს ბრიუსელიდან, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ევროპის ერთიანი ბაზარი დაცული იყოს მსგავსი არა კეთილმოსურნე აქტორებისგან. ხო, თემოზე აუცილებლად ისიც უნდა დავამატოთ, რომ არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებითაც, რომ ის არამხოლოდ ელ-კომერციის ბაზარზე მონოპოლიის მოპოვებას, არამედ ლოგისტიკური კომპანიების გაკოტრებასაც ცდილობს, ვინაიდან ზოგიერთ ძალიან მსხვილ მოთამაშეს ტემუ გადახდებს, უგვიანებს რამდენიმე თვით მიზანმიმართულად, ხარჯებს უზდით, რამდენიმე თვე ჩარიცხვას არ ახორციელებენ, ამ დროს კომპანია რთულ ფინანსურ მდგომარეობაში შეიძლება აუერთდეს და რამდენიმე კარგი მოთამაშე რეალურად, რომელთაც მშვენივრად ჰქონდათ საქმე, შეიძლება გაკოტრდეს მხოლოდ და მხოლოდ ჩაურიცხავი ინვოისების გამოც კი. სულ რომ სესხის აღება მოუწიოს დამატები და მაინც ზედმეტი წნეხია ეს. განსაკუთრებით მაღალი მონეტარული პოლიტიკის პირობებში სესხის აღება არ არის მარტივი რამ. ასევე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერთან ერთად ახდენს რეალურად არა უბრალოდ ჩინური პროდუქციის ექსპორტირებას, არამედ მათ შორის ჩინური ხედვის ექსპორტირებასაც, ვინაიდან ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებში ჩვენ ხშირად ვხედავთ ჩაშენებულ იქაურ სოფტვერს, მარტივად რომ ვთქვათ, ხოლო ეს სოფტვერი როგორ რეაგირებს სხვადასხვა საკითხებზე, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. ხო, შეგიძლიათ სადოთ ჩინეთიდან ჩამოიტანოთ რაიმე ნივთი, რომელსაც შეუძლია მეტყველება და კითხოთ ტაივანზე რამე. რას გიპასუხებთ, გაიგებთ. აი, ასეთი რამ არის, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ პროდუქცია, ეს არის აგრეთვე ეგრეთ წოდებული რბილი ძალა, soft power-ი, რომლის ექსპორტირებასაც ჩინეთი ძალიან აგრესიულად ახდენს. გაჩნდა ევროპელ მომხმარებელში, მას გაუჭირდება მერე სხვა პროდუქციის ხილვა, რომელიც ყოველთვის უფრო ძვირია ევროპის ბაზარზე. კომპანიის არსებობის 88 წლიან ისტორიაში პირველად Volkswagen-მა მიიღო ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება და გერმანიაში ერთ-ერთი ქარხანა დახურა. ეს ქარხანა დრეზდენში მდებარე ერთ-ერთი საწარმოა, სადაც მიმდინარეობდა როგორც კვლევა და ასე ვთქვათ, შექმნის პროცესი, აგრეთვე თავად წარმოებაც. კონვეიერული ხაზიც იყო იქ აწყობილი და 2002 წლიდან, ანუ ქარხნის გახსნიდან მოყოლებული დღემდე, ჯამში იქ-იქნა წარმოებული 200,000-მდე ერთეული ავტომობილი. რაოდენობრივად ეს არ არის დიდი მაჩვენებელი, ეს არ არის გიგანტური ზომის ქარხანა, რომელიც რაღაცას არსებით ეჩეცროს, თუმცა ეს არის პრეცედენტული, ძალიან სერიოზული შემთხვევა გერმანიის ეკონომიკისათვის, რადგანაც როდესაც თავარი გერმანული კონგლომერატი თავის ქვეყანაში ქარხანას ხურავს, ეს კარგის ნიშანი არ არის არც ერთი პარამეტრი. მეტი რაღაცმტკიცებულება გინდა, რომ კრიზისში ხარ, მართალია და უკვე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ბლუმი ამას არ ფარავს და პირდაპირ ამბობს, რომ კომპანია არის კრიზის რეჟიმში და კრიზისი არის გამოწვეული ამერიკის ტარიფებით, რადგანაც უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ ყიდიან გერმანელები ამდენ ავტომობილს ამერიკაში, ასევე ჩინური კომპანიების გააქტიურებით, რომლებმაც ევროკავშირის ბაზარი უბრალოდ აიღეს, პირდაპირ მარტივად რომ ვთქვათ, განსაკუთრებით ელექტრომობილების სეგმენტში სრული დომინაცია, უბრალოდ BYD-მ გააქრო კონკურენტები ევროპის ბაზრიდან და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ბოლო პერიოდში მომხმარებლის გემოვნება შეიცვალა, თუ ადრე Volkswagen-ში ეგონათ, რომ 2025, 26, 27 წლებში ყველა ელექტრომობილებზე გადავიდა და ასე არ აღმოჩნდა. ID სერია ჩავარდა, ID სერიის ჩავარდნის ფონზე კი შემოსავლები კომპანიას იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ამას ელოდნენ, ხოლო ელექტრომობილების მიმართულებით გაღებული ინვესტიცია ამოღებული ჯერაც არ არის. ამიტომაც რეალურად კომპანია არის საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. ამ რთული მდგომარეობის ფონზე ქარხნის დახურვა რაღაცას უშველის, ხარჯები დაიზოგება ყოველწლიურად რამდენიმე 100 მილიონი ზუსტი თანხის თქმა არის აქ ძალიან რთული, მაგრამ ასევე ვიცით, რომ თანხები დაიზოგება თანამშრომლების მიმართულებითაც, რადგანაც კომპანია მხოლოდ გერმანიის ტერიტორიაზე აპირებს 35,000 სამუშაო ადგილის შემცირებას. ეს გერმანიის ეკონომიკისათვის არის ძალიან დიდი დარტყმა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წინა კვარტალში გერმანიის ეკონომიკას ჰქონდა სტაგნაცია. ეკონომიკა არ გაზრდილა, 0% იყო მატება, ამას დავამატოთ ის, რომ Volkswagen-ი აგერ ქარხანას დახურავს, 35,000 თანამშრომელს სახლში გაუშვებს, შესაძლოა. ხო, რა თქმა უნდა, 35,000 ადამიანი თანამდებობიდან შემოსავალ. ვერანაირად ვერ შემოვა. ანუ ყველანაირად ცუდი რამ არის, ეს არ არის რიგითი კომპანია, ეს არის Volkswagen-ი გერმანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კონგლომერატი, რომელზედაც დგას რეალურად გერმანიის ეკონომიკა და მას როცა ასე ცუდად აქვს საქმე, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, რომ გერმანიამ და ევროკავშირმა საერთოდ სხვანაირად უნდა შეხედონ ავტომობილების, განსაკუთრებით ელექტრომობილების გაყიდვის საკითხს, რადგანაც რაც არ უნდა დავაიგნოროთ, ფაქტია, რომ ჩინეთი მოვიდა და ჩინეთი წასვლას არსად არ აპირებს. ასეთი იყო დღევანდელი Tech Inform ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლეს ამბებს ჩვენ მომდევნო გადაცემებში გაგაცნობთ. მომავალ შეხვედრამდე.